ამოგიღია უცხო სხეული კი სხვა ქირურგის მიერ ჩარჩერა მაგალითად ეს წლები იყო გასული რომელი ოპერაციის გაკეთება არ გიყვარს სულ მაქსიმალურად რამდენი მეტრი ნაწლავი მოგიჭრია და გადაგიგდია გახსენი ჩაიხედე და ისე ვერ მიდიხარ როგორც დაგეგმილი ქონდა ეს ხშირად ხდება ხოლმე ღია მუცელში ხდება კი ოდესმე გქონია შემთხვევა როდესაც დაკვი გახსნილა შენი გაკეთებული მქონია კი ნამდვილად მოусვინოს ამ პოდკასტს და მიიღებს თავის თავზე 4-ჯერ თუ 5-ჯერ გვა გაკეთებულია ერთი და იგივე პაციენტზე 5-ჯერ ქონდა პერფორაცია მოგები არ იცავს არაფერს და როცა არ იცავს ესე ხდება ხოლმე გამარჯობა პარასკევის საღამოა და ეთერშია ჩვენი პოდკასტის ექიმი მიკროფონთან მორიგი ეპიზოდი და მე მინდა დღეს დიდი სიამოვნებით წარმოგიდგინოთ ადამიანი რომელიც არის ამ ქალაქში ძალიან ცნობილი ექიმი ეს გახლავთ ზოგადი და ონკოქირურგი კავკასიის მედიცინის ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლექსო ლაგვილო ლექსო მადლობა რომ მოხვედით და ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო საუბარი გველოდება წინ გამომდინარე იქით რომ ერთ-ერთი ძალიან მოთხოვნადი ქირურგი ხარ ამ ქვეყანაში და ძალიან კარგი ქირურგი. აი შენზე რა მსმენი იცი რომ ლექსოს მაგარი ხელი აქვს და მოდი ჩამოგართმევ ხელს. ხო, მაგარი ხელი გაქვს. კარგი, დავიწყოთ ხო? მადლობა მოწვევისთვის. ერთხელ მადლობა შენ რომ ვიცი რომ ძალიან დაკავებული ხარ და დრო რო გამონახე, იმიტომ რომ მოლაპარაკებებს დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ვაწარმოებდით და მიხარია რომ დღეს აქ ჩვენთან ერთად ხარ. პირველი კითხვა რა მინდა დაგისვა იცი რომ ყველა ადამიანს ყავს ვიღაც მეორე ადამიანი ვისი წყალობითაც ის ხდება რაღაც პროფესიაში შედგება. ვინ არის შენთვის ის ადამიანი რომლითაც გახდი ის რაც ხარ ლექსო ლაგვილავა ამ ქვეყნის ერთ-ერთი წარმატებული ქირურგი ვინ გასწავლა ქირურგია მოგეთ რამოდენიმე ადამიანმა მიიღო ამაში მონაწილეობა ნუ სტუდენტობის პერიოდში ნუ რა თქმა უნდა ჩემმა მასწავლებლებმა ესეთი არის ლევან თოხაძე არის ოთარი მარშავა არის ასევე ნუ სამეგობრო წრეც ისეთი რომელიც არის მიმართული განვითარებისკენ ესეც სტიმულს გაძლევს რა თქმა უნდა რომ მის გვერდში რა თქმა უნდა შენც რო განვითარდე და მე ინტერესის სფერო დარგი ისეთი არის რომ სულ ცდილობ რომ სიახლე გაიგო ნუ წოჩი წახვიდე იქაური გამოცდილება გაიზიარო და ასე შემდეგ მაგრამ ძირითადი როლი მიიღო მონაწილეობა იმ წამყვანმა ქირურგებმა, რომლის წინაშე რეალურად გავიზარდე. ეს იყო რესპუბლიკური საავადმყოფო ზოგადქირურგიული დეპარტამენტი. დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო ლევან თოხაძე იყო, ან ჩემი დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ასევე იყო ლევან გოფოძე იყო, გიორგი ასათიანი, ოთარ მარშავა და ყველა მალხაზ შანიძე და კიდე პაპუნა თოლორაია, მალხაზ გოგუა, კახა ხუციშვილი და ძალიან ისეთი კარგი გუნდი იყო. და ძალიან ყოველდღიურად რო ვითარდებოდა ისეთი განყოფილება იყო ყოველდღიურად სიახლეს ამ ადამიანებს მათი სახელების და გვარების მოსმენა, იმიტომ რომ მადლიერება მართლაც ვინმე გამოჩეს და არ ეწყინოს. მადლიერება მართლაც დიდი სიყვარულით მოვიკითხავდი. ლექსო რა მინდა კითხო იცი რომ თავიდან როდესაც ქირურგი იწყებს მუშაობას ის თავარი ექიმ დამოუკიდებელი ექიმი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ არის და ძალიან ხშირად ასისტირებას უწევს თავარ ქირურგს ვინც აკეთებს ოპერაციას. აი რამდენი ხანი გაგრძელდა შენთვის ეს ასისტირების პროცესი, რამდენი ხანი იყავი ქირურგის დამხმარე ექიმი? მოგეთ პირველი კურსიდან დავიწყე ამ ქირურგიულ დეპარტამენტში სტაჟირება. ნუ რეალურად სილაბუსით და ანუ სწავლის იმით არ მეკუთვნოდა, მაგრამ დაინტერესებული ვიყავი და აქედან გამომდინარე და ხელს მიწყობდნენ ყველანაირად რომ ესწავლა რაღაცა ერთი არ დამავიწყდება ის ფაქტი. მოდი აკვე ჩაგეკითხები ბოდიში, იმიტომ რომ აი შენ ამბობ რომ პირველი კურსიდან დავიწყე და ნებისმიერ დეპარტამენტში მოხვედრა თუნდაც პირველი კურსიდან შეღწევა იმ წრეში არ იქნებოდა მარტივი. აი როგორ რამე პროტექცია იყო, როგორ შეხვედი რომ დაგაყენეს, თუნდაც საოპერაციოში შეხვედი, თუნდაც ხელი დაგაბანინეს, თუნდაც ის გაყურებინეს ხომ, აი როგორ? კი ბატონო.
ზოგად ქირურგიას გავდიოდით, ბატონი ოთარ მარჩევა იყო პროფესორი, რომელიც იყო ჩემი ლექტორი და მის ოპერაციებს უყურებდით, გუმბათი ჰქონდა საოპერაციოს და ამ საოპერაციოს გუმბათიდან უყურებდით ოპერაციებს, ანუ ძალიან რთული იყო გასაგები, მით უმეტეს პირველი და მეორე კურსელისთვის თუ არა აუხსნი ძალიან ძნელია რომ გაიგოს და მით უმეტეს იქ არავინ არ გვიხსნიდა გუმბათიდან უყურებდით რამოდენიმე კურსელები ვიყავით რომელსაც თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა რომ ქირურგია და მოკლედ მერე რა თქმა უნდა ეს კომუნიკაცია რაღაც სიახლოვე შედგა ამ პროფესორთან და ვთხოვეთ რომ შიგნით რომ შევსულიყავით შიგნით რო შევახციეთ მერე ასისტენტობა და არ დამავიწყდება პირველი ხელის დაბანვა ანუ ხელის დაბანვას ვეძახით ოპერაციაში მონაწილეობას და ასისტენტი ვიყავი აპენდექტომიაზე ნუ ვიყავი გახარებული ვიყავი ხო ძალიან დიდი გზა ჭირდება და რამდენი ხანი გაახსნა შენმა ასისტირების პროცესმა და დამოუკიდებელი ექიმი რომელი წლიდან ხარ 2008-დან ვარ ლიცენზირებული ქირურგი, მანამდე გავიარე რეზიდენტურა ქირურგიაში იყო 4 წლიანი ჩემ პერიოდში, ნუ ეხლაც ესე არის. უმცროს ექიმად მუშაობდი და ამ რეზიდენტურის პროგრამას გავდიოდი პარალელურად და ამ პერიოდში რა თქმა უნდა, ჩემი მასწავლებების მეთვალყურეობით დამოუკიდებლად მაკეთებინებდნენ ოპერაციებს და ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მიიღო მაგაში მონაწილეობა. ამ ქვეყანაში ზოგადად არის ძალიან ბევრი ქირურგი, ხო? ამ ყველა ქირურგის სახელი და გვარი ცნობილი ბუნებრივია საზოგადოებისთვის არა ეს და ხშირად შეიძლება სამედიცინო წრეებშიც კი ნაკლები ცნობადობით გამოირჩეოდნენ. აი, რა განაპირობებს ქირურგის ცნობადობას და აქვე გითხავ, აი რა განაპირობებს კარგ ქირურგს? ნუ პირველ რიგში პროფესიონალიზმი, რა თქმა უნდა. მეორეს ვიტყოდი ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია საზოგადოებასთან ურთიერთობა, პაციენტებთან ურთიერთობა. შეიძლება იყოს ძალიან კარგი ქირურგი, მაგრამ ჰქონდეს რაღაცა კომუნიკაციის პრობლემა და აქედან გამომდინარე არ ყავდეს იმდენი პაციენტი. ძალიან პირველი რიგის არის პროფესიონალიზმი, რა თქმა უნდა და მერე რა თქმა უნდა სამედიცინო დეონტოლოგია საერთოდ. ანუ კომუნიკაცია ბიოეთიკური საკითხები, რომ პაციენტის ავტონომიურობა იყოს შენარჩუნებული, მისი ღირსება, ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, კარგი პაციენტის მოფერება ჭირდება, რაღაცა მის მდგომარეობაში შესვლა ჭირდება, რაღაცა კარგად ახსნა ჭირდება გასაგებ ენაზე და ნუ ბევრი ნიუანსი არის. გეთანხმები და თან უყურე რა არის ნებისმიერი ადამიანი, მოდი უხეშად რომ ვთქვათ, რომელიც აი სკალპელის ქვეშ უნდა დაწვეს თუ ეს გეგმიური ოპერაცია მეორე დღეს, ამაზე ძალიან ღელავს. ხო და ეს მღელვარება მაქსიმალურად უნდა იყოს შემცირებული, იმიტომ რომ იმ ადამიანის ტყავში რო შეხვიდე, მეც რომ ხვალ ოპერაციას მიკეთებდნენ, ხო, ძალიან შემეშინდებოდა, მაგრამ შენ გაგაკეთებინებ. მადლობა, დოგისთვის. კეთილი, კარგი, ხო და აი ბევრ ქირურგზე გკითხე და ხშირად გაგვიგია ხოლმე საზოგადოებაში ჩვენ ასეთი რაღაცა, რომ ვიღაცას დარჩა ჭრილობაში ტამპონი, ვიღაცას დარჩა რაღაცა ტიპის ინსტრუმენტი. ასე უცნობი ადამიანისთვის, რომელიც საქმეში ჩახედული არ არის, ეს რაღაცა კოშმარულ რაღაცად შეიძლება მოეჩვენოს, რომ ვაიმე ეს როგორ დაემართა, მაგრამ რეალურად ეს ამბავი ყველა შეიძლება დაემართოს ყველა ქირურგს. შენ თუ დაგმართნია? ნუ სამწუხაროდ ისე საბედნიეროდ არა, სამწუხაროდ ხდება ხოლმე ესეთი რაღაცა. მე პირადად ჩემ ოპერაციებში ეს გამოცდილება არ გამაჩნია, თუმცა ნუ სხვის ოპერაციები გამიკეთებია ძალიან კარგს, იმიტომ რომ რამოდენიმე ის არის ადამიანის ვალდებულება არის, როცა ოპერაცია სრულდება, უცხო სხეული უნდა დაითვალოს, უნდა ეგთან უნდა დაითვალოს და რა თქმა უნდა ქირურგს უნდა უთხრას, რომ უცხო სხეულის კონტროლი არის და ყველაფერი არის ადგილზე. თუმცა ნუ ადამიანები ვართ და ხდება ეს არა მარტო საქართველოში, ყველგან განვითარებულ ქვეყნებშიც.
რა თქმა უნდა ეს არ უნდა იყოს უნდა ესეთი სტატისტიკა, თორე ხდება ხოლმე. ამოგიგია უცხოსხეული, სხვა ქირურგის მიერ ჩარჯერა, მაგალითად ეს ყოფილა ტამპონი თუ ეს ყოფილა ინსტრუმენტი? ტამპონი, ხო, ტამპონი. და რამდენ ხანში ჩირკდება, რამდენ ხანში გვაძლევს ხოლმე? წლები იყო გასული ეს. წლები იყო გასული, მე გამოვლინდა კლინიკურად ცხელებით, ტკივილით მუცლის არეში და მოგმართა პაციენტმა და აღმოჩნდა რომ იყო უცხოსხეული, ხო. წლების წინ ჩარჩენილი ტამპონი, ხო? შეიძლება ძალიან მალე ესე მწვავედ არ განვითარდეს ეს პროცესი. შენ ყველაზე მეტად რომელი ოპერაციის გაკეთება არ გიყვარს? არის, რა თქმა უნდა, ოპერაციები, რომელიც შეიცავს ძალიან მაღალ რისკს, დავუშვათ სიცოცხლისთვის, ესეთი მაღალი რისკის მაღალი გართულებების პრინციპში არის ესეთი ყველა ქირურგისთვის არის გაუვალობა არის ერთ-ერთი გაუვალობა არის ნაწლავთან წვავე გაუვალობა არის დიდი ზომის ვენტრალური თიაქრები არის ძალიან ესეთი ტექნიკური იმას მოითხოვს, დიდ შრომა, ძალიან შრომატევადი არის და რომ დაამთავრებ ოპერაციას თუ არა და ესეთი შრომა იმდენად შრომატევადია, რომ პარალელური რო გააკეთო და უშუალოდ ძალიან რთულ ოპერაციასთან დაახლოებით იგივე შრომა უწევს და თიაქარი გააკეთე პაციენტისთვის, კოლეგებისთვის თიაქარი არაფერი არა. თიაქარიც არის და თიაქარიც მე მაგალითად მინახავს წლების განმავლობაში ადამიანს თელი ეს ნაწლავები დიაფრაგმა ქონდა დაარღვეული და ფილტვის იმაში იყო ეს შესული, ეს რენტგენოლოგიურად რო შევხედე მეც და რო ნახე რო გაახსნეს ეს მე თვითონაც შოკში ვიყავი სტუდენტობის დროს მაქვს ეს ნანახი საკმაოდ დიდი ზომის. ხო, ეს შიდა თიაქრები, ხო, ეს უფრო საინტერესო არის და უფრო ისეთი არის, რა თქმა უნდა, კი. ხო, იცი რა მინდა გითხო, შენ თქვი რომ კონკრეტული ოპერაციები არ გიყვარს, ეს არის დიდი ზომის თიაქრები და ეს მითხარი გაუვალობა, თუ არის გაუვალობასაც სხვადასხვა მექანიზმები აქვს ხომ, ეს შეიძლება იყოს სიმსივნისგან გამოწვეული ობსტრუქციული გაუვალობა, შეიძლება იყოს თქვა ჩეხორცებებისგან ძირითადად ჩეხორცებითი გაუვალობა არის ძალიან ისეთი ეგ არ გიყვარს. ხო, არაპროგნოზირებადია, შეიძლება დაჭირდეს ოპერაციის ხანძრულობა დაახლოებით 5 საათი, შეიძლება ამ შეხორცების გამოყოფის დროს ნაწლავი დაზიანდეს, განაქირურგს უნდა რომ დააზიანოს ნედი. ხო, მესმის. ხო, იმიტომ რომ უნდა იმდენად შეიძლება ისე იყოს ეს მუცლის რო ისე იყოს ეს ფიბროზული ქსოვილით ეს ნაწლავი გადასული ფიბროზული ქსოვილი, რომ ის რელიეფი ნაწლავები არ ჩანდეს, უნდა გამოყო, უნდა დაახლოებით 5-6 მეტრი ნაწლავი, როგორია ერთმანეთზე ესე რო არის შეხორცებული, იმის თავიდან ბოლომდე გამოყოფა. მე უნდა შეამოწმო დანექროზებული არ არის. პოსტოპერაციულადაც ძალიან დიდი ის არის, მოლოდინი პრობლემების შეხორცებითი გაუვალობა როცა არის ისევ დიდი ალბათობაა, ისევ რო დაემართოს და სანერვიულო არის, შრომატევადი არის, თუმცა გიყვარს თუ არ გიყვარს, უნდა გააკეთო, რა თქმა უნდა, მაქსიმალური ხარისხი. ჩემს ბავშვობაში, არა მარტო ბავშვობაში იყო ასეთი ტერმინი ხოლმე. მაგალითად, შევი და გახსნა და დახურა. ხო გაგიგია? კი, ჩემს ბავშვობაშიც იყო. ხო, არაფერი არ. ეხლა ეს რაღაც რადიოლოგია, თქვა დიაგნოსტიკური მეთოდები რო განვითარდა, ეს ტერმინი ისევ აქტუალურია, თუ ისევ ხდება ხოლმე, მაგალითად რომ გახსნა და დახურო, რომ ვერაფერი ვერ გააკეთე. ხო. არა, პრაქტიკულად არ არის, იმიტომ რომ გვაძლევს ეს მაღალტექნოლოგიური ხარდაჭერა იმის საშუალებას, რომ ეს მაღალტექნოლოგიური იგივე კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, პეტ ტომოგრაფია, გარდა მაგისა კიდე ლაპარასკოპია, ყველაზე მაქსიმალური შეიძლება გამოიყენო, ძირითადად ონკოლოგიაში არის ეს თემა. როცა შეიძლება არ გამოჩნდეს ძალიან წვრილი სიმსივნური წარმონაქმნები, როცა დავუშვათ, ავიღოთ მაგალითზე კუჭის კიბო არის,
შეიძლება ძალიან წვრილი კანცერომატოზი, ანუ წვრილი გამონაყარივით ჩდება პერიტონიუმზე, როგორც პარიესულზე, ისე ვისცერალურზე, ანუ მუსლის ფარს რო ეძახიან და ნაწლავები გარსით არის დაფარული, ამაზე შეიძლება გაჩნდეს წვრილი კერები და არ ჩანდეს კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, ან იყოს რაღაცა საეჭვო ნიშნები ამ კანცერომატოზზე. მაგ დროს ვაკეთებთ ლაპარასკოპიას, დიაგნოსტიკურ ლაპარასკოპიას, ის გამოჩნდება ყველაფერი, მერე გაგრძელება შეიძლება რადიკალური ოპერაციისკენ გაგრძელდეს, ან დაიგეგმოს მერე კურნალობა, ქიმიოთერაპია და მერე ოპერაცია დაიგეგმოს. ძალიან იშვიათად უკვე. თუ ეს ხდება, ალბათ არის რაღაც ან გამოკვლევის ხარისხის პრობლემა არის ძირითადად, თორე ქირურგი ესეთ პაციენტს არ გახსნის. ეხლა ისეთი შეკითხვა უნდა დაგისვა, ეს შეკითხვა ანონსში ჩაჯდება. სულ მაქსიმალურად რამდენი მეტრი ნაწლავი მოგიჭრია და გადაგიგდია? სამწუხაროდ არის ესეთი დაავადება, მეზენტერიალური თრომბოზი ქვია, ნაწლავის სიძარღვის პათოლოგია არის. ერთ-ერთი სიძარღვი არის ჯორზლის ზემო არტერია, აი ამ დროს როცა არის ამის დახშობა, ხო, ხდება სრული მთელი ნაწლავების ნეკროზი ხდება, ანუ კვდება ნაწლავი, როცა დახშობა არის. და მაგ დროს მაგ შემთხვევაში ამომიჭრია ალბათ 1-3 მეტრი დაახლოებით. მთელი წვრილი ნაწლავი ამომიკვეთია. და გამოსავალი ძალიან ისეთი არის პროგნოზია ესეთ დროს ყოფილან პაციენტები რომელიც გადარჩენილა, მაგრამ მერე პოსტოპერაციული პერიოდი არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ვერ ხდება საკვების შეწოვა, სითხის შეწოვა და მუდმივად არის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ თუ ის დეფიციტი რაც ამ ნაწლავის შეწოვის შედეგად გააჩნია პაციენტს ის თუ არ შეივსო, მერე შეიძლება ლეტალურად დამთავრდეს, ხო? ახლა ბევრი ასისტენტი ყავს, შენ რამდენი ადამიანი გიწევს ასისტირებას? თუ აი როგორ არის ხოლმე შენ რომ გახარ, გეხმარება? მოგეთ ოპერაციებიც შეიძლება დაიყოს ხო სირთულეების მიხედვით და ძირითადი ასისტენტირებას მიწევს რეზიდენტები და ახალგაზრდა ქირურგები და რთული ოპერაციების შემთხვევაში მიწევს რამოდენიმე ადამიანი. ეს განაწილებული გვაქვს ერთმანეთში, ვინ უნდა იყოს ახლა მომავალ დღეს ხვალ და უშუალო ოპერაციები, რაც მაქვს დაგეგმილი, ვინ უნდა იყოს ასისტენტი, ისა განაწილებული მაქვს სირთულეების მიხედვით. ნერვიულობ ხოლმე ოპერაციის წინ? აი გულწრფელად მითხარ. ხო, აი არის რაღაც სირთულეები, ოპერაციის წინ რაღაც მანერიულებს რა თქმა უნდა, როცა ეხება აი ძალიან ისეთი არის ჩემთვის ისა აი დავშვით 15 წლიდან ხო გვაქვს უფლება რომ გავაკეთოთ, ანუ დიდებში და აი ეს პატარები ძალიან მანერიულებს ხოლმე. და ასევე ისა რთული ოპერაციების წინ უფრო ნერვიულობა არა, უფრო დაძაბული ალბათ, უფრო მობილიზებული ვარ. გახსენი, ჩაიხედე და ისე ვერ მიდიხარ, როგორც დაგეგმილი ქონდა. ეს ხშირად ხდება ხოლმე. რამდენად გიწევს გეგმის ცვლილება უკვე ღია მუცელში? ხო, არც ისე ხშირად, მაგრამ ხდება კი. ხდება, წინასწარ დაგეგმილის რაღაცა ტაქტიკა შეიძლება არ შეიცვალოს, თუმცა მიდგომა დაუშვათ აი სიმსივნე არის, ჩაზრდილი არის რაღაცა ან მაგისტრალურ სიძარღვებთან არის ძალიან ახლოს, ან სხვა ორგანოსთან აღმოჩნდა ჩაზრდილი, აი მაგრო შეიძლება რაღაც გეგმა ინტრაოპერაციულად შეიცვალოს. თუმცა კიდე ერთხელ გამეორდები იმას, რომ ეს მაღალტექნოლოგიური კვლევები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წინასწარ კარგად რო იყოს დაგეგმილი ოპერაცია და იმ გეგმის მიხედვით დამთავრდეს. უყურეთ, ძირითადად შენ აკეთებ ფაქტობრივად
ზოგად ქირურგიაში ყველა სირთულის ოპერაციას. მაგრამ უფრო მეტი პაციენტი გყავს ონკოქირურგები, ონკოპაციენტები, ხო, ონკოლოგიური დაავადებები, რომლებიც ნაწლავის კიბო იქნება, ეს კუჭის კიბო იქნება, ხო, თქვა პანკრეასი ისე ყველაზე ერთ-ერთი მძიმე შემთხვევაა და ყველაზე რთულად მიმდინარე ოპერაციაც რთულია და ბევრია ესეთი პაციენტი. კი, საკმაოდ ხშირად ვაკეთებთ პანკრეაზე ოპერაციებს. ვაკეთებთ როგორც ღია წესით, ისე ლაპარასკოპიურ მეთოდითაც ვაკეთებთ. ვაკეთებთ ავთვისებიან სიმსივნეებზე, კეთილთვისებიან სიმსივნეებზე. ნეკროზზე მოკლედ საბედნიეროდ ეს პანკრეატიტების ალბათ იგულისხმეთ და ამ პანკრეატიტი და მისი გართულებების შემდგომი ოპერაციები ძალიან შემცირდა, იმიტომ რომ განვითარდა ინტერვენციები და ძირითადად დრენირებები ხდება, ის აბცესების დრენირება, კისტების დრენირება და ასე შემდეგ. და ამ კუთხით შეიცვალა მიდგომა. და რაც შეეხება ონკოლოგიის კუთხით, პირიქით უფრო განვითარდა პანკრეაზე ოპერაციები, ადრე ძალიან იშვიათად კეთდებოდა, ეხლა საქართველოში რამოდენიმე ქირურგი ამას ვაკეთებთ ძალიან მაღალი ხარისხით. პანკრეასის სირთულე ოპერაციის ის არის, რომ ეს პანკრეასი იმდენად არის კავშირში სხვადასხვა ორგანოსთან, უშუალოდ რაღაცა აი დავუშვათ პანკრეასის თავზე როცა არის სიმსივნე, პანკრეასის თავში როცა სიმსივნე, ეს 12 გოჯას უკავშირდება ეს პანკრეასი, ასევე ნაღლის ადინარი უკავშირდება ამ პანკრეასის თავს და შეიძლება პანკრეასის ადინარი და ნაღლის ადინარი ერთად უკავშირდებოდეს 12 გოჯა ნაწლავს და ამ დროს გვიწევს ჩვენ რამოდენიმე ორგანოს ამოკვეთა. 5-6 ორგანოს ამოკვეთა და ნუ მოითხოვს რა თქმა უნდა გარკვეულ გამოცდილებას და რეალურად გამოცდილება და ეს ოპერაციის შირმა კეთება ძალიან დიდი ის დაგვიგროვა. გამოცდილება დაგვიგროვა, იმიტომ რომ ადრე თუ ვაკეთებდით ხო და დაწყების პერიოდში 7 საათი 8 საათი დაახლოებით არის 3 საათნახევრიდან 5 საათამდე გვჭირდება ეხლა დრო. და შედეგები როგორია? ნუ შედეგები გართულებების კუთხით ძალიან მაღალი არის, 20-30% არის ეს ყველა განვითარებულ ქვეყნებში და ჩვენთანაც ემთხვევა ეს ციფრები. სიკვდილიანობას რაც შეეხება ხო არის ადრე იყო 10%, ეს პროცენტი დაიწია დაახლოებით 1-5%-მდე ეხლა განვითარებულ ქვეყნებში და დაახლოებით ჩვენ სამ ფარგლებში ვართ. ძალიან კარგი, იმიტომ რომ ხო პანკრეასზე ქირურგიული ოპერაციები მართლა ძალიან რთულია, ტექნიკურადაც შესასრულებელი და კარგია რომ გამოსავალი მეტნაკლებად რაღაცნაირად პოზიტიური მიმართულებით არის შეცვლილი. რა მინდა კითხო იცი, შენ ადრე მუშაობდი კონსტანტინე ერისთავის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, ხო? ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. გაგიჭირდა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადმოსვლა, ანუ ბევრი იფიქრე ამაზე. იქაც ხელმძღვანელ თანამდებობაზე იყო. კი, იქაც ვიყავი ქირურგიული დეპარტამენტის უფროსი, გამიჭირდა ის გარემოება, რომ ნუ ბევრი მეგობრები დავტოვე იქ, ბევრი ახლობელი ადამიანები და ეს პროცესი, რომ ანუ ყოველდღიურობაში რო ხარ მაგათთან ერთად და მე რო ცვლილება ხდება, მაინც ცვლილებას რაღაც გარკვეული ადაპტაცია ჭირდება. თუმცა იმდენად კარგი პირობები და ესეთი კარგი მიღება იყო კავკასიის მედიცინის ცენტრში, ძალიან შემიმსუბუქეს ეს ადაპტაციის ის თემა. ძალიან კარგი. მე მიხარია რომ ამ კლინიკაში ხარ და ასევე მიხარია რომ ძალიან ბევრი მადლიერი პაციენტი გყავს. რა მინდა შეგეკითხო იცი? ხო, ახლა მინდა ვისაუბროთ ასევე ბარიატრიულ ოპერაციებსაც მინდა შევეხო, იმიტომ რომ ბარიატრია არის დღესდღეობით ზოგად ქირურგიაში ერთ-ერთი ძალიან პოპულარული მიდგომა, რომ ადამიანები, რომელთა BMI-ც მორბიდული სიმსუქნე აქვთ, ხომ ჭარბწონიანები არიან, მათ ფაქტობრივად არაფერი არ შორის და ერთადერთი გამოსავალი არის რომ გაჩაიტარონ ბარიატრიული ოპერაცია.
ამ ბარიატრიული ოპერაციების მიმართულებით როგორ ხარ და იქ ამ ბარიატრიაშიც არის ძალიან ბევრი მეთოდი, ხომ? სულ სხვა და იხვეწება ეს მეთოდი, სხვა და ყველა მეთოდს ვფლობთ, ყველანაირ ბარიატრიას ვაკეთებთ. მოგედო ძირითადად ორ ოპერაციას ვაკეთებთ, უფრო მეტ ხშირად ვაკეთებთ სლივგასტრექტომიას, ანუ კუჭის მოცულობის შემცირება ხდება. და ჩვენების მიხედვით, არის რიგი ქირურგები, რომლებიც ძირითადად ბაიპასის ოპერაციას აკეთებენ, ანუ შემოვლითი ანასტომოს ადებენ, როგორც კუჭის მოცულობა მცირდება, ასევე ხდება შემოვლითი ანასტომოზის ფორმირება. თუმცა შუნტირება, ანუ ნაწლავის შუნტირება, თუმცა ჩვენ ენდოკრინოლოგი, ანუ გუნდი არის ეს ბარიატრიის ცალკე და ეს გუნდი იღებს რომელი ტიპის ოპერაცია გააკეთდეს იმის გადაწყვეტილებას. ენდოკრინოლოგთან ერთად გეგმავთ. ვაკეთებთ ორივეს, მინიგასტრიკ ბაიპასს და ასევე სლივგასტრექტომიას ორივეს ვაკეთებთ. რამოდენიმე 3 ქირურგი ვაკეთებთ განყოფილებაში. ისე ძალიან ხშირი არ არის, თუმცა წელიწადში დაახლოებით 50-60 ოპერაციას ვაკეთებთ. ყველაზე ხშირად რომელ ოპერაციას აკეთებს კლიენტი რა ნოზოლოგიით მოდი ნაღელკენჭოვანი დაავადება ალბათ. ეს ზოგადადაც ხშირი დაავადებაა და აღნიშნულიდან გამომდინარე, კი, პრაქტიკულად დღე არ გავარო ერთ ვასრულებ ხოლმე იმით. ნაღელკენჭოვანი დაავადება. ქოლეცისტექტომიით. ლექსო, როცა საუბრობთ, შენ მითხარ, პირველი ოპერაცია გააკეთე აპენდექტომია, ჭიაყელა ნაწლავის ამოკვეთა, ხო, აპენდიციტის დროს ამას კვეთათ. ეს ქირურგიაში მაინც თუ გართულებული შემთხვევა არ არის და თუ ეს ჭია ნაწლავი სადღაც დამალული არ არის, რომელსაც შეიძლება ბევრი დრო დაგჭირდეს, რომ შეიძლება ვერც იპოვო. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ოპერაცია. ახლა შენ აღვახსენეთ ასისტენტები. ასისტენტები აკეთებენ თუ აპენდექტომიას აკეთებენ თუ ლექსო აკეთებს თუ უყურებ და იმათ აკეთებინებ აი ამ ოპერაციას. პრაქტიკულად არსებობს ეგეთი შემთხვევა, რომ პაციენტი რომ მოდის ხო ჩემთან იმან დღევანდელი მდგომარეობა იცი თქვენ კარგად და გაიკითხავს ვისთან უნდა მივიდეს ხო ვორდმაუსით მოდი. რამოდენიმე ექიმთან ვიზიტზე მივა თუ ეს არ არის, რა თქმა უნდა, урგენტული სიტუაცია, ხო? და მე ვარ მაგის წინაშე ძალიან პასუხისმგებელი, ანუ მე უნდა მიიღო ყველა ვარიანტში მონაწილეობა იმ ოპერაციაზე, იმიტომ რომ იმან გადაწყვიტა, იმან მენდომე და აუცილებლად ისა ვინაიდან ის ვერ ხედავს შიგნით საოპერაციო რა ხდება, იმას არ ნიშნავს, რომ მე ავდგე და დავუშვათ მივცე მარტო ასისტენტმა გააკეთოს და მე რაღაც ნაკერსაც, ბოლო ნაკერსაც შენ, ბოლომდე ნაკერსაც შენ აკეთებ. არა, რაც შესაძლებლობა გააჩნია, მე ხო ვიცი ახლა ვის რა შესაძლებლობა, იმ ფარგლებში რა თქმა უნდა მიიღებს მონაწილეობას. მაგრამ იმ ძირითად ეტაპს მაინც მე გავაკეთებ. ოპერაციის გართულება, აი ბარიატრებზე ვისაუბრეთ, აპენდექტომიაზე ვისაუბრეთ, ხო? ოდესმე გქონია შემთხვევა, როდესაც ტაკვი გახსნილა შენი გაკეთებული? აპენდექტომიაზე არ ყოფილა. და ბარიატრიაზე? ბარიატრიაზეც არ მქონია, გახსნა ერთი, კი ნამდვილად ერთი შემთხვევა მქონდა ის, რომ ზონდი უდგას ხოლმე ბარიატრიის შემდგომ პაციენტს 1-24 საათის განმავლობაში და იყო ადრე ბანდაჟირება ქონდა პაციენტს გაკეთებული და ამ ზონდმა დააზიანა კუჭის კედელი ძალიან გათხელებული იყო ამის შედეგად. მაშინ მუშაობდი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში და ამ ეს დასუსტებული კედელი გაარღვია ამ ზონდმა. მეორე დღეს როცა დადგინდა ეს დიაგნოზი, ეგრევე გავიყვანა საოპერაციოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ძალიან კარგი. რა მინდა კითხო იცი? საქართველოში ეპიდემიოლოგიურად კუჭის და 12 კოჭა ნაწლავის ხლოვანი დაავადება ძალიან გავრცელებულია და ძალიან ხშირად ადრე ხდებოდა ხოლმე რომ ადრე სამკურნალო წამლები ასეთი არ იყო ხო თქვათ მაშინ ჰელიკობაქტერია პილორისიც არ იცოდა მედიცინამ რა იყო და ძირითადად შემომკარსულებით და რაღაც დიეტებით ხმრნაობდნენ და ახლა მრავალკომპონენტიანი სქემა და კუჭის ხული სრულად შეიძლება მოირჩიოს მაგრამ ხშირად კუჭის ხლოვანი დაავადების 12 კოჭას ხლოვანი დაავადების ერთ-ერთი გართულება იყო ხოლმე პერფორაცია ანუ გახრეტა ნაწლავს
და მიდიოდა პერფორაციით შედიოდა, მწვავემუცლით შედიოდა ქირურგულ დეპარტამენტში პაციენტი და კეთდებოდა მხოლოდ ულცერორაფია მაყურებელს რო აუხსნათ, ეს იყო რომ წყლის მხოლოდ გააკერვა და იმ დაზიანებული ადგილის მოკვეთას არ ახდენდნენ მაშინ და რატომ აი ესეთი დიდი ქირურგი იყო ეგნატე ფიფია, მისი ლექციები მაქვს აკითხული და იქაც ძალიან სწორად აი სწორად ასე აღწერს აი ამ იმას. კიდე იყო ეს ბილროტ 1 და ბილროტ 2-ის მეთოდოლოგია კუჭზე ოპერაციების დროს. ეხლა ეს მეთოდოლოგიები გამოიყენება თუ არა და ულცერორაფია თუ პერფორაცია გაქვს, ულცერორაფიას აკეთებ მარტო ამ შემთხვევაში თუ შეგიძლია ის დაზიანებული ადგილი მოკვეთო. მოკლედ კუჭის და 12 ნაწლავის წყლოვანი დაავადება ამ ბოლო პერიოდში ძალიან შემცირდა, იმიტომ რომ ყველა მიცის კუჭი, ანუ ეპიგასტრუმში ტკივილი პაციენტს რო გააჩნია, ან გულზმობა გააჩნია, იღებს და ომეპრაზოლს სვამს. ომეპრაზოლმა შეცვალა სრულიად ეს მიდგომა პრაქტიკულად წყლოვანი დაავადებას ერთ-ერთი წამყვანი იყო რა თქმა უნდა ერთი ჰელიკობაქტერია და მეორე არის ეს მაღალი სიმჟავეა და როცა მაღალი სიმჟავის პრობლემა რო გვარდება ის წყლოვანი ხოლმე გახსოვდა ეხვრიტებოდა კუჭი ნაწლავი ხო თუმცა ეხლაც არის პერფორაციები მაგრამ ტაქტიკა ის რო გაიკეროს ხო ეს ტაქტიკა დარჩა ისევ იმიტომ რომ როცა პერიტონიტი ვითარდება ამ პერიტონიტის ფონზე დიდი ოპერაციის გაკეთება და კუჭის რეზექცია გაუკეთო რა თქმა უნდა არ არის სასურველი პაციენტი დგება მერე მაღალი რისკების ქვეშ და აქედან გამომდინარე არ კეთდება. მაშინაც ეს უკვე გაცნობიერებული იყო და ამიტომ არ კეთდებოდა მაშინაც. ეხლა მით უმეტეს ის წყული გაიკერება, მერე სწორი მკურნალობა და ამით ეს დაავადება მორჩება. თუმცა მერე დაჭირდება რა თქმა უნდა გასტროენტეროლოგის მეთვალყურეობა და ასე შემდეგ. მაგრამ არიან პაციენტები, რომელიც ისა შეიძლება მოусვინოს ამ პოდკასტს და თვითონაც მიიღებს თავის თავზე 1-4ჯერ თუ 5ჯერ გაკეთებულია ერთი და იგივე პაციენტზე. ნუ მე შემხვდა ერთხელ გაკეთების ისა საშუალება დანარჩენის ჩემმა სხვა ქირურგებმა მოიგროვოს პერიოდში პერფორაცია. ეხლა დღეისათვის ძალიან იშვიათია და ერთ-ერთი პაციენტი 1-5ჯერ ჰქონდა პერფორაცია. მოგა არ იცავს არაფერს და როცა არ იცავს ესე ხდება ხოლმე. კაი ლექსო მაშინ ერთ შეკითხვასაც დაგისვავ შემგვარად ლაგვილაო ხარ და მეგრელი ხარ. ძირითადად ეს კუჭის წყლოვანი დაავადება გავრცელებული იყო ხოლმე სამეგრელოში, ხო? უფრო მეტად იყო გამომდინარე იქიდან რომ რაღაცნაირად უფრო ცხარე, უფრო ისეთი საკვებია, რომელიც თქვათ ამ დაავადების განვითარებას და შემდგომ გართულებებს ხელს უწყობს და ეს სტატისტიკა ახლაც შენარჩუნებულია. ნუ ეხლაც ალბათ უფრო მეტი 5ჯერ რო გაუსვლა კუჭი მეგრელია თუ სვანია. მოკლედ ეს რა თქმა უნდა ხელს უწყობს რომ მაღალი სიმჟავე რო წარმოიქმნას მე ეს მომწარე საკვები მექანიკურად რო გააღიზიანოს ის ულორწყოვანი ქიმიურად რო გააღიზიანოს და ეს რა თქმა უნდა ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი არის, მაგრამ ყველა მიცის რომ მაგ დროს უნდა მიიღოს ან ომეპრაზოლი, ან სოპრაზოლი, ან ნექსიუმი და ესე არიან ხოლმე. თვითმკურნალობას ეწევიან. ხო, მაგრამ მან რამდენიმე კომპონენტიანი მკურნალობა მხოლოდ ერთი მედიკამენტით ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. სიმპტომური ძირითადად. რომ სიმპტომურის მიღმა მივიდნენ გასტროენტეროლოგთან დეტექცია მოახდინონ რა დაავადება აქვს და ის არის ისე აი ხო უფრო მეტად წყლოვანი დაავადება 12 გოჯა ნაწლავზე ვითარდება თუ კუჭზე ვითარდება და სიმსივნედ გადაგვარება რომელს უფრო ახასიათებს კუჭის წყულს თუ 12 გოჯა წყულს 12 გოჯა ნაწლავის ხო ნუ 12 გოჯა ნაწლავი წყულს პრაქტიკულად სიმსივნედ გადაგვარება არ ახასიათებს და კუჭის წყული აქაც ორად იყო გაიყო აზრი რომ თავიდანვე კუჭის სიმსივნე დაწყულებული ფორმა არისო, ნუ იყო ეს მოსაზრება. თუმცა ამ ქრონიკული პროცესის შედეგად შეიძლება გადაგვარდეს კუჭის ქრონიკული წყული. ნუ 12 გოჯა ნაწლავის ზოგადად სიმსივნეები არის ძალიან იშვიათი სიმსივნეებია. მისი გარემოდან გამომდინარე ტუტე
გარემოდან გამომდინარე და კუჭის სიმსივნეები მოგეხსენება ძალიან ხშირი არის. თუმცა იშვიათი არის ეხლა დღეისათვის იშვიათია რომ დავუშვათ წყული, კალოზური წყული მაგნეზიაციით იყოს, იმიტომ რომ უფრო მეტად ის არის ეს საშუალება, ხელმისაწვდომი არის გასტროსკოპია, ხელმისაწვდომი არის მედიკამენტები და ამით ძირითადად პრევენცია ერთგვარად ხდება. ანუ წყულის ტკივილებს, წყულის სიმპტომებს დიდი ხანი არ ითვენს პაციენტი, მიდის ექიმთან და მარტივად ხორცდება. ადრე არ ხორცდებოდა რეალურად, მიდიოდა ემსკურნალობა, თუმცა ემსკურნალობა იყო უეფექტო და ეს ქრონიკური წყულის მაგნეზიაცია ხდებოდა მერე. ანუ გადაგვარება სიმსივნით. ღვიძლზეც მინდა შეგეკითხო, აი მაგალითად მეორადი დაზიანებები, როდესაც არის ღვიძლის სიმსივნე, ანუ მეტასტაზირებული ღვიძლი, ან თქვათ პირველადი ღვიძლის სიმსივნეა, ამ დროს თუ აკეთებ ოპერაციას და თუ ეს უფრო მეტად პალიატიური ტიპის ოპერაციებია. არა, არის რადიკალური ოპერაციები, რა თქმა უნდა, დავუშვათ კოლორექტალური სიმსივნეები, ანუ არის ნაწლავის სიმსივნე, რომელიც მეტასტაზირებს ღვიძლში. მაგ დროს კეთდება ოპერაცია. ნუ ჩვენთან ონკოლოგიურ პაციენტს უდგებით ძალიან ისა კარგი, ანუ მსოფლიო პრაქტიკამაც აჩვენა, რომ განვითარებულ ქვეყნების პრაქტიკამ, რომ ეს არის ძალიან კარგი ეფექტური მეთოდი არის, ბორდი არის ჩვენთან, ონკობორდი, სადაც მონაწილეობას იღებს რამოდენიმე ონკოლოგი, ონკოქირურგი, რადიოლოგი, იქ მიდის განხილვა ამ პაციენტის მკურნალობაზე და რომელიც არის თანამედროვე მიდგომით და რომელიც არის უშუალოდ კონკრეტულად ამა თუ იმ სიმსივნის მკურნალობა იგეგმება ამ ბორდის გადაწყვეტილების მიხედვით. და არის სიმსივნეები, როცა გააჩნია პაციენტს მეორადი დაზიანებები თუ კუჭის კიბოს დავშვათ ღვიძლში მეტასტაზირება კუჭის კიბოსი. ნუ მაგ დროს სხვა ტაქტიკა არის. პანკრეასის სიმსივნე, რომელიც მეტასტაზირებს ღვიძლში, მაგ დროსაც სხვა ტაქტიკა არის, ანუ ქირურგიული ნაკლებად არის. ქირურგიული არის უფრო მეტად მეორადი დაზიანებების დროს, როცა არის კოლორექტალური სიმსივნეები, ანუ როცა მსხვილი ნაწლავიდან, რექტომიდან, სწორი ნაწლავიდან არის მეტასტაზირება, მაგ დროს ნაწლავზეც კეთდება ოპერაცია და იმ ღვიძლზეც კეთდება ოპერაცია. ნუ პირველადი სიმსივნის დროს, რა თქმა უნდა შეფასდეს მისი მდგომარეობა, ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობა უნდა იქნეს შესწავლილი და მერე უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება. ხავს ესეთი პაციენტი, ვისაც ღვიძლის კიბოს გამო მოაჭერი ღვიძლის წილი და ახლა დიდხნიან რემისიაშია. კი. რამდენიმე პაციენტები არის ესეთი. კი ბატონო. ეგ ძალიან კარგია. ეხინოკოკზეც აუცილებლად მინდა გკითხო, ხდება თუ არა ეხინოკოკი შენ კლინიკურ პრაქტიკაში და აკეთებ თუ არა ოპერაციებს. იმიტომ რომ ერთ-ერთი რთული ოპერაცია სხვათა შორის არ არის მარტივად გასაკეთებელი, ეხინოკოკის ოპერაცია გააჩნია რა ადგილას არის და როგორ ამოგაქვს ეს ფუშტი. არის რთული ანატომიური უბნები, აი დავუშვათ თუ არის ინტრაპარენქიმულად. ეხინოკოკი შეიძლება განვითარდეს, ყველაზე ხშირი არის ღვიძლში, მაგრამ გამიკეთებია პანკრეასის თავში, იყო ეხინოკოკური კისტა, გამიკეთებია ელენთის ეხინოკოკიც გამიკეთებია. თავისუფალ მუცლის ღრუში იყო ეხინოკოკი. ძალიან საინტერესო ერთ შემთხვევას მოვყვები. ეხინოკოკის გამოცდილება ყველგან არ არის, ყველა ქვეყანაში და ერთ-ერთ განვითარებულ ევროპის ქვეყანაში რაღაცა წარმონაქმნით მივიდა ანუ ეხინოკოკი ჰქონდა პაციენტს და რომ მივიდა გასინჯვაზე და რო ნახე წარმონაქმნი გაუკეთეს ბიოპსია. გახედეს? და ბიოპსია რო გაუკეთეს ზუსტად რო იქ ხო ქონდა ის ღვიძლი ის ეხინოკოკი და რო ამოვიდა ნემსი, აი ზუსტად ისა მუსლი წინა კედელზეც გაუჩნდა ეხინოკოკი. მოკლედ ისა წავიდა კვლევები ესის ვერ მიხვდნენ რაშიც იყო საქმე, ჩამოვიდა ეს პაციენტი და ძალიან მარტივად დაუდგინეს ჩვენთან რადიოლოგიური კვლევით, რომ ეს იყო ეხინოკოკი და მე გავუკეთე ოპერაცია. და კარგად დასრულდა ყველაფერი. კი, ახალგაზრდებში აი ისევ დაბრუნდა იმ ქვეყანაში. ძალიან კარგი. ლექსო, რაღაცა მინდა ჩემი შთაბეჭდილება გაგიზიარო შენთან მიმართებით.
ძალიან ზოგადად კარგი ექიმები ხოლმე რაღაც ტიპის ამბიციები აქვს. შენ ძალიან თავმდაბალი ადამიანი ხარ და ეს ძალიან კომპლიმენტად მიიღე ჩემგან, იმიტომ რომ ადამიანთან ურთიერთობა იცი და აი ძალიან მუდმივად ბოლომდე შედიხარ ადამიანის, აი გაჭირვებული იქნება ეს პაციენტი, იქნება თუ პაციენტის ახლობელი, მათ მდგომარეობაში და ეს ძალიან კარგი უნარია ნებისმიერი ექიმისთვის. პირიქით, მადლობა მინდა გადაგიხადო შენ ამისთვის. ასევე მინდა ვისაუბროთ პერიტონიტებზეც და ეს არის მუცლის ფარის ანთება, როდესაც თქვა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს, ხო, ეს გამოწვეული შეიძლება იყოს თქვა რაღაცის. როდესაც ძირითადად მეორადი არის, ხო. სხვადასხვა მწვავე პათოლოგიის გართულება არის ეს პერიტონიტი, კი ბატონო. რამდენ მაქსიმალურად, აი რამდენი დღის მიმდინარეობის პერიტონიტზე გაგიკეთებია ოპერაცია და როგორი შედეგი გქონია. იმიტომ რომ აქ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნუ ყოფილა 3-4 დღის პერიტონიტი ყოფილა. გადაგირჩენია. დღეს გვაძლევს ეს ანტიბიოტიკოთერაპია იმის საშუალებას და ინტენსიური თერაპია რომ გადარჩეს. ადრე ძირითადად ლეტალურად თავდებოდა ეგეთი პაციენტების შემთხვევაში, იმიტომ რომ ნუ მე პოსტოპერაციო ანუ რეალურად პერიტონიტი 3 დღეს როცა არის, პარალელურ რეჟიმში არის, რა თქმა უნდა, სეფსისი. და ეს სეფსისი მიდის მე პოლიორგანული უკმარისობა და რაც ლეტალურ შედეგამდე მიყავს პაციენტი, რასაც და ჩვენ ეხლა დღეისათვის იშვიათია, ხო, ჭრილობას ბოლომდე, იმიტომ რომ იქ ტრენირება უნდა მოახდინო ალბათ. კარგად გახსოვთ ის წლები. კი, პერიტონიტების დროს, როცა არის მძიმედ მიმდინარე პერიტონიტები, მაგ დროს აუცილებელი არის ეს, რომ მუცელი ლაპარასტომა რო დაედოს, ანუ ღია უნდა დარჩეს მუცელი. სპეციალური პარკით დაიხურება და მერე ხდება ამის მექანიკურად გასუფთავება. გარდა მაგისა, ეს პერიტონიტის დროს შუბდება სხვადასხვა ორგანოები და რო შუბდება მუცელში რეალურად ძალიან მაღალი წნევა იქნება. მაღალი წნევა რო იქნება, ხო, მიკროცირკულაცია მერე ირღვევა, ღვიძლის ფუნქცია დაირღვევა, თირკმლის ფუნქცია დაირღვევა და ეს პოლიორგანულ უკმარისობას ხელს უწყობს და ნუ რა თქმა უნდა ლეტალურ შედეგამდე შეიძლება მივიდეს. აი ამიტომ აჩვენა გამოცდილებამ რომ ღია დარჩეს მუცელი, ანუ ღია დარჩება, ანუ არ გაიკერება, არის სხვადასხვა ტიპის ლაპარასტომა. თუმცა ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა ღია დაგვიტოვებია, მარტო პარკი იყო ჩაკერებული და მერე რამოდენიმეჯერ ოპერაციის გაკეთება, ანტიბიოტიკოთერაპია და შემდეგ დაგვიხურია ეს მუცლისღრუ. ძალიან რთული სამართავია. ადრე უფრო ხშირი იყო ესეთი ტიპის პაციენტები, ეხლა უფრო მეტად ხელმისაწვდომია ალბათ ჯანდაცვა და ამან და თან განვითარებული არის ეს კვლევები, ანტიბიოტიკოთერაპია და ამან შეამცირა ეს რაოდენობა. თორე ადრე უფრო ხშირი იყო. კარგი, ურგენტულ პაციენტებსაც შევეყოთ, ხომ, ანუ შენ ასევე მუშაობ ურგენტული მიმართულებითაც, რომელიც არის მაგალითად ტრავმები, ხომ, ჭრილობები, ისეთ როგორცაც სასროლი, ისე ცივი არაღით მეყენებული. ყველაზე რთული ასეთი შემთხვევა რა გახსენდება, რა შეგეძლება გაიხსენო, რომ ადამიანი გადაგირჩენია. ამ შემთხვევაში მუცლისღრუს აორტის დაზიანებაზეც შენ მუშაობ თუ ანგიოლოგი შემოდის, ესეც რომ გავგვიგო. არა, ნუ თუ ანგიოლოგი ადგილზეა, რა თქმა უნდა, შემოდის ანგიოლოგი, თუ დადგინდა რომ არის აორტის დაზიანება, ანგიოლოგი იწყებს. თუმცა არ ელოდები მაგ დროს ანგიოლოგს, ზოგადმა ქირურგმა ურგენტულ მდგომარეობაში უნდა გაკეთდეს და თან პარალელურ რეჟიმში უნდა დაირეკოს ანგიოლოგთან, ზოგადმა ქირურგმა გააჩეროს სისდენა და თუ რამე რეკონსტრუქცია ჭირდება ან რაღაცა იმ სიძავს, ანგიოლოგმა უნდა გააგრძელოს სისდენის შეჩერების მერე ოპერაცია. ჩვენთან 24/7-ზე ანგიოლოგიური სიძართა ქირურგიაც არის და ზოგადი ქირურგიაც. საჭიროების მიხედვით ეგრევე გაჩნდება ის საჭირო სპეციალისტი. კავკასიის მედიცინაში. რთულ შემთხვევას ყველაზე რთული რა ყველაზე ისეთი მინახავს გულის ჭრილობა, როგორი კეთრობთ? გულის ჭრილობა გულის გაჩერებით.
გული ჭრილობა, გულის გაჩერებით, დამპონა და განვითარებული, გული გაჩერებული, თუმცა ამ დროს ანუ სხვა რაც არ უნდა საშუალებები აკეთო ან გულფიტვის რეანიმაცია, გადასხმები რაღაცები არაფერს აზრი არ აქვს. ეგრევე უნდა შევიდეს საოპერაციაში და მე ეგრეთ მოვიქეცით სამწუხაროდ ცუდად დამთავრდა. რამოდენიმე გულის ჭრილობა იყო, რომელიც ძალიან ისა კარგი შედეგით დამთავრდა. არის რომ დაგვიანებული როცა არის და დიდი ხნის გული ჭრილობა მან დროს და გაჩერებული თუ არის აი მაგალითად ხო არის შემთხვევები ხოლმე როდესაც მაგალითად ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ხდება ელენთის დაზიანება ვიცით რომ ელენთა არის სისხლის ერთ-ერთი რეზერვუარი ორგანო სადაც და დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგს განიცდის აი და დაღუპულებიც არიან ელენთის დაზიანებით დღეისათვის სხვა მიდგომა გაგვაჩნია დღეისათვის გვაქვს ესეთი მიდგომა ადრე ჩვენს სტუდენტობის პერიოდში და რაღაც შემდგომაც გახსოვთ თქვენს კარგად ელენთა თუ იყო დაზიანებული ეგრევე უნდა ხო ამოგვეკვეთა უნდა ელენთა დღეს გვაძლევს ეს კვლევები საშუალებას რომ დავაკვირდეთ ამ ელენთის დაზიანებამ რა გამოიწვია თუ არის ჰემორაგიული შოკი თუ არის სისხლის დანაკარგი ბევრი თუ არის მუცელში დასიზდენა გრძელდება და არ არის გაჩერებული მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა მიდის ქირურგი ოპერაციაზე და იღებს ელენთას თუ არა და უნდა შეეცადოს უნდა შეინარჩუნოს უნდა არის ელენთის ტრავმის ხარისხები არის და იმ ხარისხების მიხედვით პირველი ხარისხი მეორე ხარისხის ტრავმის დროს არ უნდა მოხდეს უნდა მისი ამოკვეთა უნდა იყოს უნდა დინამიკაში კონტროლი და ამ კონტროლის პერიოდში თუ დავუშვათ დამძიმდა სისხლის სისტემა თუ განახდა მუსლისღრუში მაგ დროს გადაფასდება რა თქმა უნდა კვლევებით და უნდა გაკეთდეს ოპერაცია თუ არა და უნდა შეეცადოს უნდა რომ შეინარჩუნოს ელენთა საკმაოდ მე ვიცი როგორი დამოკიდებულება გაქვს შენ პაციენტებთან, მაგრამ არ ვიცი როგორი ხარ თვითონ მოქმედების ველზე საოპერაციოში, რამდენად კაცრი ხარ და როგორ იქცევი. ერთხელ უნდა შემოვიდე ეს. ფაქტობრივად ოპერაცია მეც გაკეთებული მაქვს აპენდექტომია, ჩემით მაქვს მარტო გაკეთებული და საზარკულის თარკვეთა დამოუკიდებლად მაქვს გაკეთებული. მე რო არ გაგრძელეთ ქირურგია რაღაც საინი. არა ქირურგობა არასდროს არ მიდოდა სიმართლე. მოკლედ საოპერაციაში რაღაც გარკვეული პირობები ქირურგმა უნდა შექმნას უნდა. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს უნდა გუნდი ორგანიზებული, დისციპლინა უნდა იყოს უნდა საოპერაციაში. როცა არის საოპერაციაში ხმაური რაღაც მაინც მუშაობის პროცესში ხელს უშლის, რა თქმა უნდა. ყურადღება არ უნდა გაეფანტოს უნდა ქირურგს. უნდა იყოს უნდა სიჩუმე, ჩემი მოთხოვნა არის სიჩუმე და ყველა ვისაც რა ევალება ის რომ გააკეთოს მეტი. სხვა მოთხოვნა არ გამოჩნია. გარკვეულ იმას დისციპლინას ვიცავ. ხო, დისციპლინასთან დაკავშირებით ასეპტიკაზეც მინდა გაგესაუბრო შენ ანტიბიოტიკებიც ახსენე და ანტიბიოტიკებზეც მინდა ერთი კითხვა დაგისვა. ქონია შემთხვევა, როდესაც მაგალითად ოპერაციის დროს ნეფსი თუ უნებლიე დარღვეულა ასეპტიკა ან ადამიანმა, რომელიც შენ გუნდში არ იცოდა, თქვათ, როგორ უნდა მოქცეულიყო და რაღაცნაირად დაარღვია, არასწორად ჩაიცვა ხალათი, არასწორად შეეხო რაღაცას. აი ესეთი შემთხვევა თუ დაგიფიქსირებია და ასეთ დროს როგორი ხარ ხოლმე? ეს რა თქმა უნდა მუშა პროცესი არის და ეგეთი შეცდომები შეიძლება ხარვეზები იყოს. თუმცა ეგთან იმდენად ის არის ანუ საოპერაციო ეგთან ევალება უშუალოდ ამის კონტროლი. როგორც ყველა ექიმს, ყველა ქირურგს ევალება რომ სტერილულად უნდა მოიქცეს და სტერილულად უნდა იმუშაოს, იმას კიდე აკონტროლებს ეგთანი. ეგთანი რაც არ რომ მოვინდომო არ მომცენ საშუალებას ჩემი ეგთანი რომ ეს რო დავარღვიო. ჩემი ეგთანი ახსენე მარტო ანუ გულისხმობ იმ საოპერაციაში ვინც არის კონკრეტულ იმ ოპერაციაზე მაგას. ძირითადად ერთთან ვართ ისა შეთამაშებული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდურ მუშაობას მით უმეტეს რთული ოპერაციების დროს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ისა ანუ შეთამაშებული ვინც ხარ და
ვინც კარგად გეხმარება არის ჩემი ექნანი, რომელმაც იცის რა დროს რა ინსტრუმენტი მჭირდება, თქმაც არ მჭირდება ისე მეხმარება. ასევე ასისტენტიც, იმდენად ვართ ერთმანეთში სამუშაო პროცესში მიჩვეული და შეთამაშებული, რომ იმან იცის მე რას ვაკეთებ და როგორ მიდის პროცესი და ისე მეხმარება. კეთილი. შენი პროფესიიდან გამომდინარე, ალბათ ყველაზე მეტად უფრთხილდები ხელებს, ხო? რომ რაღაც ხელი რო დაგიზიანდეს, ხო, ხახვჭრი ისე სახში მიხდება ხოლმე, მაგალითად რაღაც თქვა ხორცის დამუშავება, თევზის გაყრა, აი რაღაც ისეთი. ნუ ძირითადად უფრო მე დროს დანასთან საოპერაციაში ვატარებ, ვიდრე კუხნაში. იშვიათად. ლექსო, მადლობა მინდა გადაგიხადო, მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი, ფაქტობრივად ქირურგიის მთელი მოკლე ექსკურსი გავაკეთეთ ზოგადი ქირურგიის ირგვლივ. მე მიხარია რომ ასეთი მაღალი რანგის პროფესიონალი ხარ და ასეთი მაღალი რანგის პროფესიონალი ყავს საქართველოს და მართლაც კავკასიის მედიცინის ცენტრისთვის შენ ხარ ძალიან მნიშვნელოვანი ექიმი. და ძალიან ბევრი ადამიანის იმედი. დიდი მადლობა. მოკლედ რა ვიცი თუ რაღაცა დამჭირდა ჩემ მუცელს განდო. მადლობა რომ იყავი ჩემი გადაცემა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირიქით, მადლობა შენ. ხო, ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი პოდკასტი ექიმ მიკროფონთან. მე მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და ასევე დაალაიქოთ. ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს და ბევრ საინტერესო ექიმს შეგახვედრებთ და ვისაუბრებთ ფიქრობ საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო თემებზე და მინიმუმ თქვენ გაიცნობთ იმ ადამიანებს, ვისთანაც დააპირებთ სამომავლოდ მისვლას და რაღაცას ტიპის სამედიცინო ინტერვენციის ჩატარებას. მადლობა რომ გვიყურეთ და აუცილებლად გამოგვიწერეთ და მოგვიწონეთ.